ჩვენ როგორც გითხარით, თუ სულდმულობთ 92 წლიდან დაწყებული. სულდმულობთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება. ესე იგი, მილიარდ 200, ბატონო შემეშველე, მილიარდ 200 მილიონი დოლარის დახმარება, პირდაპირ დახმარება. აქ არ შედის ყოველწლიურად 98 წლიდან დაწყებული მარცვლეულს გვადლებდნენ, ეხლაც კი გვადლებენ მარცვლეულს, იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს რაღაც რესურსი, რეზერვი და გვეხმარებიან სხვა მხრივაც. საერთაშორისო ორგანიზაციებში, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და სხვა. პარლამენტმა ვერ მოახერხა მთელი 3-4 წლის თუ 3-4 კვირის განმავლობაში ჩვენ ამერიკელებთან გავაფორმოთ ხელშეკრულება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აი ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ვერ მოახერხა. ჩვენ გავდეთ ეს ხელშეკრულება, შევადგინეთ, დავწერეთ და ეს გჭირდება, საქართველოს ჭირდება. ამერიკის შეერთებული შტატები 70 მილიონ დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად ჩვენი ჯარის გაწვრთნისა და აღჭურვისათვის. საქართველოს ჯარის 3-4 ბატალიონი უკვე მომზადდა, ეს ნატო სტანდარტების დონეზე მომზადებული ბატალიონებია.